დეკლარაციის დარჩენილი დრო ბატონ ჯონდი ბაღაცურიას 7 წუთი. მადლობთ ბატონებო, მოგესალმებით. ბატონ პრეზიდენტო, თქვენ კი ბრძანეთ, რომ 1000 ინგლისურის მასწავლებელი ჩამოყავთ, მაგრამ ინგლისურის სახელმძღვანელო მეორე კლასის ბავშვების ღირს 18 ლარი. და დედაენა იაკობ გოგებაშვილის ღირს 12 ლარი. და მათ შორის თქვენი ღარიბი ოჯახებიდან წამოყვანილი მინისტრები უკვე გამდიდრდნენ. და მათ შორის ასეთი მეთოდებითაც. ეხლა მინისტრებზე რო არ ვილაპარაკოთ, ეს არის თქვენი დეკლარაცია. 2004 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც საკმაოდ მოკრძალებული იყო მაშინ. თქვენი ქონება იყო სულ 95,000 ლარად შეფასებული ბინა მეუღლის სახელზე, 9500 ევრო ბანკ სოციედე ჟენერალში, 3500 ევრო TBC ბანკში. სულ ეს არის. სხვა არანაირ ბიზნეს და შემოსავალს არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის წევრები არ ფლობდით. თქვენი მამა ერთი ჩვეულებრივი, როგორც აბომე კვალიფიციური ექიმი იყო, თქვენი დედა ასევე ერთი ჩვეულებრივი მეცნიერ მუშაკი იყო. ხოლო თქვენი ძმები ასევე არანაირ ბიზნეს და სხვა ტიპის რაიმე შემოსავლეს არ ფლობდნენ. დღეს თქვენ ხართ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში. თქვენ ფლობთ და აკონტროლებ ხართ, აკონტროლებთ ნავთობის და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებთ საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობთ მედია მაგრა ტელეკომპანია რუსთავი-2-ს, რომელიც თქვენს კლასელზე გაქვს გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოში ყველა ბალნეოლოგიური კურორტის ფლობელი, ხოლო თქვენი დედის საკუთრებაშია უმსხვილესი ბიზნესი უმაღლესი განათლების სფეროში. ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოფილი გპ-ის. ბატონო ჯონდი. მაშინ დრო დამიმატონ. არა, კი, დაგიმატებენ. არა, მეტი რაღაცა მათქვევით. მამა ჩემი ბალნეოლოგიის ფლობელი არ არის, მაგრამ დირექტორი ნამდვილად არის, აქვედან არის 300 მეტრში. ტალახში გორაობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა. მაგრამ ისეთი შეურაცხყოფა არ მოგიყენები, აბა რასაკეთებ ბოლოსაფი ისეთი მაგარი ტალახია. აქედან გთხოვთ მანდატურებით წამყვებიან, გავამზადებიან კარგ აბაზანას, ჩაგაწვენენ ბოლომდე ტალახში, ოღონდ ნამდვილად ხარისხიაში და კარგად დაგზილავენ როგორც საჭიროა და გაგივლეს ყველა ეს ფანტაზია თავიდან ბოლომდე. აი ეს არის თქვენი ძრდილობა. აი ეს არის თქვენი ტაქტი. ჯერ გამოგზავნდით და აქედან იწყებლებოდით, რომ საავადმყოფოებში უნდა დაწვეთ ყველა ოპოზიციონერი მისთან მეთანხმებით და აი ახლა თქვენ ტოვებთ დარბაზს. ეს არის თქვენი ტაქტი და მოთმინება ოპოზიციას და სიმართლის მოსმენის. ბატონებო, ახლა მაყურებელს ვეუბნები, პრეზიდენტმა დატოვა პროტესტის ნიშნად დარბაზი. უნდა გავაგრძელო. ეს არის 14% ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტის, მას ეკუთვნის შავი ზღვის უნივერსიტეტში წილი და ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებით პირდაპირი განკარგვის წესის 101,000 კვადრატული მეტრი მისცა არასასოფლო სამეურნეო. ბატონებო, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მთელი ეს ქონება, ამ ქონების დიდი ნაწილი დაგროვებულია პრეზიდენტის განკარგულებებით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება პირდაპირ გადადიოდა პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრთა მფლობელობაში. ახალგაზრდობამ უნდა იცოდეთ, დღეს ყალიბდება ორი მონოპოლია. ერთი ბენდუქიცის ხელმძღვანელობით უმაღლეს განათლების ბიზნესში, მეორე დედა თქვენის ხელმძღვანელობით და ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ დღეს მაღალი ფასები უმაღლეს სასწავლებლებში თქვენს პირად ინტერესებს და კომერციულ ინტერესებს ემსახურება. თქვენი და თქვენი ოჯახის წევრთა მთავრობის გამდიდრების პირდაპირ პროპორციულად ქვეყანა გაღატაკდა. ქვეყანაში რეგისტრებულია 900,000 სიღატაკის პროგრამაში, 600,000 ადამიანი ითხოვს სიღატაკის პროგრამაში დარეგისტრებას და თქვენ უარს ეუბნებით უსახსრობის მოტივაციით და კიდევ 500,000 პენსიონერი. ჯამში ეს არის 2,100,000 ადამიანი, რომელიც სიღატაკის ზღვას მიღმა არის. ასე რომ, პენსიონერები, რომლებსაც შეპირდით ბატონებო $100 პენსიას და მოატყუეთ, შიში ცხოვრობდნენ ქვითრიდან ქვითრამდე, ამ გაძვირებული ქვითრების მოლოდინში და თქვენს მიერ გადაგდებული და ნაწყობები $20 ვაუჩერების მოლოდინში. საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ ამბობს, რომ საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრს შეუძლია 1000 ლარის ოდენობით საჩუქარი მიიღოს. ეს არის ქართულ ფონდის ანგარიში, სადაც პირდაპირ კითხულობ, ქართულ ფონდიდან თქვენმა მეუღლებს მფლობელობაში მყოფმა რადიო მუზამ მიიღო ჯერ 456,000 და მერე 644,000. ჯამში 1,100,000.
ეს სავსებით საკმარისია იმისათვის და ეს დეკლარაციაში არ გაქვთ შეტანილი. სავსები საკმარისია იმისათვის, რომ თქვენი პასუხისმგებლობი საკითხი დადგეს. მონოპოლიზებულია ბიზნესი. ნუ ღვირი ხარ. მონოპოლიზებულია ბიზნესის ყველა დარგი და ყოველ მონოპოლიას სათავეში უდგას თქვენს მიერ ხელდასმული კლანის მეთაური. შესაბამისად იხურება წარმოებები, ხალხი კარგავს სამუშაო ადგილებს, ამ ხალხის ქონება და საცხოვრებელი ბინები დაყადაღებულია ბანკებს, ეს ბანკები არის სახელმწიფო ჩინოვნიკების საკუთრებაში. სამუშაო და ბიზნესი არის მხოლოდ ხელისუფლების წევრთა პრივილეგია. ნუ ყვირი ხართ. და ბოლოს თქვენ დააცადეთ. ეს არის დემოკრატია, ძიმე ორჯერ მიიტაცეთ ძალაუფლება. ერთხელ აქ ამ დარბაზში შემოიჭერით 2003 წელს, მერე არჩევნები გააყალბეთ 2008 წელს. ეხლა ვეღარ ელევით ამ მიტაცებულ ძალაუფლებას, კონსტიტუცია თქვენს ინტერესებს მოარგეთ და ცდილობთ შეინარჩუნოთ სამუდამოდ ძალაუფლება. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით თქვენ აგრძელებთ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. ცდილობთ ბათუმის ერთში აშენოთ თურქ-ოსმალთა იმპერიის სულთნის აზიზიას სახელობის მეჩეთი. სიმბოლო ოსმალთა ბატონობისა საქართველოზე. სიმბოლო საქართველოს დამარცხებისა. თქვენ ხშირად ცდილობს გაავლოთ პარალელები ქართულ მეფეებთან, რომელთან საერთო არაფერი არ გაქვთ. თუ რომელიმე მეფეს მაგონებთ, ეს არის როსტომ ხანი. ტომით ქართველი არ ზრდით და კულტურით და ცნობიერებით სპარსი, რომელიც დაუნდობლად ებრძოდა საქართველოს ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს და ყველგან ქართულ გამოვლინებას. მინდა გაიგოთ ბოლოს და ბოლოს, რომ საქართველოში არავის ბატონობის სიმბოლო აღარ აშენდება, არც რუსების, არც ოსმალების. და ბოლოს მე დღეს აქ გამოვხატე ჩემი ხალხის აზრი, გითხარით ჩემი დრო ამოიწურა შესაბამისად. გითხოვთ მოედანს, გააგრძელეთ დემოკრატობანას და დებატობანას. ძალიან ხო დააცალეთ. ჩვენ დავდარბას, მადლობა.